პროგრესი, მაგრამ არა შეთანხმება, ასე აფასებს საერთაშორისო მედია ალასკის სამიტს. ტრამპი პუტინის 2 საათნახევრიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგების გამოცხადების გარეშე დასრულდა. ორმხრივმა პრესკონფერენციამ დაახლოებით 10 წუთს გასტანა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვითხოვდი, რომ უმეტესობაზე განაცხადა ტრამპმა. მეთანხმები დონალდ ტრამპის დღევანდელ ნათქვამს, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული, თქვა პუტინმა. უნდოვანია ლიდერებმა მიაღწიეს თუ არა კონკრეტულ შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გამოცემა ნიუ-მაქსის ჟურნალისტი ნანა საჯაია თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის უსაფრთხოებაზე და რუსეთის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში ნატოს ჩართულობაზე. ახლა ყველაფერი ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს, თქვა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც შესაძლოა თავადაც დაესწროს. ამის შესახებ ტრამპმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ, უკრაინა უნდა დათანხმდეს ამას. შესაძლოა, რომ მათ არ ათქვან, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განვიხილავ ყველა დეტალს მკვლელობების დასრულებისა და ომის დამთავრების შესახებ, დაწერა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ. ელმენდორ რიჩარდსონის ბაზაზე ჩასულ პუტინს წითელი ხალიჩა დაახვედრეს. პრეზიდენტების მისალმებისას კი მათ თავზე ამერიკული ბომბდამშენები და ავია გამანადგურებლები დაფრინავდნენ.